AI მილიარდერებს ჯერათ, რომ მას შემდეგ, რაც ადამიან მომხმარებლებს ფული გამოელევათ, მათ AI მომხმარებლები ჩაანაცვლებენ. ავტონომიური აგენტები გახდებიან ახალი მყიდველები, რომლებიც კრიპტოთი იყიდიან გამოთვლით სიმძლავრეებსა და მონაცემებს. ჯერ ჩვენს სამსახურებს იღებენ, მერე კი ჩვენს როგორც მომხმარებლების როლსაც. თეორიულად ყველაზე შეშლილი ტექნოკრატების გონებაში მაინც ეს მუშაობს, მაგრამ ასია თუ ისე სისტემა ადამიანთა უმრავლესობისთვის ინგრევა. ელიტამ იმ სისტემის რწმენა დაკარგა, რომელიც აქამდე ემსახურებოდათ. ისინი ფიქრობენ, რომ ყველაფერი ჩამოიშლება და რაც მთავარია, უბრალოდ აღარ დარჩება საკმარისი საკვები და ენერგია. და თუ ასეთი რეალური კატასტროფა მოდის, ბუნკერების გარდა მათი რეალური სტრატეგია გადარჩენისთვის მაქსიმალური გამდიდრებაა. პარალელურად კი იმ სამხედრო ძალის შექმნა, რომელიც იმ ხალხის კონტროლს შეძლებს, ვისაც საკვები, თავშესაფარი ან წამალი არ ექნება. თუნდაც ამისათვის კოლაფსის დამაჩქარებელი პოლიტიკის გატარება იყოს საჭირო. ეს მათთვის მაინც ჯობს დარჩენილ რესურსებზე მონოპოლიის დაკარგვას. ამიტომ ისინი კრიპტოში აბანდებენ და დოლარს აუფასურებენ. იწევენ გადასახადებს თავისთვის და ტარიფებით უზრდიან ღარიბებს. რაც შეიძლება მეტ ადამიანს ტოვებენ უმუშევროდ სამთავრობო სექტორში, რაც იმ ბიზნესების გაკოტრებას იწვევს, სადაც ეს ხალხი ფულს ხარჯავდა. ჭრიან ჯანდაცვას და სხვა პროგრამებს, რითაც მეტი ხალხი ვარდება სიღარიბეში. ჩვენი როლი კი ნულოვანი ჯამის ამ მენტალიტეტზე არ დანებებაა. იმის მაგივრად, რომ ჩვენი რეალობა გამოუსწორებლად დავნახოთ და ეგოისტურად უკან დავიხიოთ, ჩვენ ერთად ყოფნის დიდ პოტენციალს ვხედავთ. სწორედ მათ თქვეს უარი კეთილდღეობაზე. ისინი ცხოვრობენ კოშმარში. ისინი პესიმისტები არიან, რომელთაც არ სწამთ ადამიანების, კულტურების, პლანეტისა და თვით სიცოცხლის განახლებადი უნარის. შეიძლება მდიდრები არიან, მაგრამ ძლიერები არა. ისინი სუსტები არიან.